მოგესალმებით, მოკლედ ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ და საკმაოდ აქტუალურზე და დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. სანამ ზოგადად ენდომეტრიოზის ქირურგიულ მკურნალობაზე ვისაუბრებთ კონკრეტულად, ქალბატონ ნინოსთან მექნებათ ხოლმე კიდევ ერთხელ განმარტოს ეს დაავადება ჩვენი მაყურებლისთვის გასაგებ ენაზე. და დიდი მადლობა კიდევ ამ თემაზე რომ ვსაუბრობთ, რადგან ეს არ არის ისეთი პათოლოგია, რომელსაც არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს. და არა მხოლოდ უნაყოფობის თემასთან დაკავშირებით, არამედ კივილის სინდრომია ძალიან ხშირად არის გავრცელებული ენდომეტრიოზი სხვადასხვა ორგანოში ჩააზრდა და ასე შემდეგ და შესაბამისად ძალიან დიდ პრობლემას იწვევს ქალის ჯანმრთელობასთან მიმართებაში. ამიტომ როგორია მომართვიანობა თქვენს კლინიკაში ამ დაავადებით? ამ დაავადებით რეალურად ჩვენს კლინიკაში ძირითად შემთხვევაში მოდის ის პაციენტი, რომელსაც უნაყოფობა აწუხებს. და მინდა გითხრათ, რომ იმ 15%-დან საკმაოდ დიდ პროცენტს იკავებს ენდომეტრიოზის თემა. ქირურგია ერთ-ერთ ოქროს სტანდარტად მიიჩნევა და ყოველთვის ენდომეტრიოზთან მიმართებაში შესაბამისად, იცით, დამზოგველი ქირურგიაზეც რო ვისაუბროთ, ხო, ეს კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად სწორედ ისეთი პაციენტი მოგმართავს, რომელსაც გადამეტებული მზრუნველობით, გადამეტებული ქირურგიული ჩარევით დღეს აქვს ამენორია, ანუ პრაქტიკულად ციკლი არ აქვს, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში, საკვერცხი არ მუშაობს და ჩვენ დილემის წინაშე ვდგავართ, როგორ შევძლოთ და როგორ გავუჩინოთ ამ ადამიანს საკუთარი გენეტიკური შვილი, ხო? და ეს პრობლემა ყველა ქვეყანაში ასეა, ჩვენთვის გაცილებით უფრო მარტივია, ვინაიდან დონაცია სუროგაცია ჩვენთან არსებობს. მაგრამ ვთვლი რომ არც ერთი ადამიანისთვის, არც ერთი ქალისთვის იმის გადაწყვეტილების მიღება, რომ კი არა უშავს მე ვიტყვი საკუთარ გენეტიკაზე ვარს, ეს ადვილი იყოს, მე არ ვთვლი ასე და შესაბამისად აი ქირურგების დახმარებაც გვჭირდება იმაში, რომ აი ბატონ ნიკოლოსთან მიმართებაში ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით, როცა ლაპარასკოპიაზე ვსაუბრობთ, მაშინაც კი ყოველთვის ბატონი ნიკა სულ გვეუბნება, რომ აი კოაგულაციას არ გამოვიყენებ და მაქსიმალურად ვეცდები ლაპარასკოპიის დროსაც კი გავკერო ის უბანი იქიდან გამომდინარე, რომ იცით რა რეციდივი აღარ გვაქვს, არ ნიშნავს, რომ შევუნარჩუნეთ საკვერცხეს ფუნქცია და მე ვფიქრობ, რომ სწორედ რეციდივი რო გვაქვს ხანდახან ის კარგია, იმიტომ რომ მუშაობს ის საკვერცხე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა არ დაკარგონ შვილოსნობის უნარი სრულად. ბატონ ნინო, თქვენ საქართველოს რეგიონებშიც გიწევთ ძალიან ხშირად კონსულტაციების ჩატარება და საქართველოს გარეთაც მათ შორის. თუ არის რაიმე გეოგრაფიული განსხვავება აღნიშნულ პათოლოგიებს შორის? სხვათა შორის, აი დასავლეთ საქართველოში გაცილებით უფრო მაღალი პროცენტია, არ ვიცი რასთან არის ეს დაკავშირებული, თუნდაც უნაყოფობის პროცენტიც, მინდა გითხრათ, რომ აი აჭარის რეგიონში გაცილებით უფრო მაღალ დიდი რაოდენობით პაციენტია, უფრო უნაყოფობის თემით. შესაძლებელია თქვათ ენდომეტრიოზის გავრცელება რეგიონებში იყოს ასევე დაკავშირებული მიმართვიანობასთან, ანუ ადრეულ მიმართვიანობასთან გინეკოლოგიის, იმიტომ რომ ცენტრებში ბევრად უფრო მარტივად დგამენ გოგონები თუნდაც ამ ნაბიჯს და რეგიონებში ცოტა უფრო გვიან ხდება ხოლმე გინეკოლოგთან პირველადი მიმართვიანობა. ეს თემა ალბათ თბილისის რეგიონი მაგალითად ქალაქში. ალბათ აქ გამოირჩევა იმით, რომ მომართვიანობა გაცილებით უფრო მაღალია. მეორეც ერთი ალბათ ამ შემთხვევაში უფრო ადრეულ ასაკში იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას. რეალურად ასეა. და შესაბამისად შესაძლებელია ამის გამო იყოს რეგიონებში ეს ჯერ კიდევ არის ისე უფრო მეტად ხო. აი რამდენად შეიძლება ამ დაავადების პრევენცია, ესეც რომ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ როდესაც კლინიკური, ანუ გამოვლინება არსებობს, ძალიან ხშირად ყველა თვლის, რომ არაუშავს ალგომენორია, ანუ მტკივნეული მენსტრუალური ციკლი არის ნორმა, არ არის ნორმა. და თუ ეს ნამდვილად თუ ეს ზუსტად და დედასაც ეს იქონდა და ბებოსაც არანაირი პრობლემა ეს არ არის, ნამდვილად არის. და შესაბამისად წარმოიდგინეთ, რომ ეს არის პროგრესირებადი დაავადება, რომელიც პრაქტიკულად პროგრესირებს და წლების მომატებასთან ერთად ის აუცილებლად პროგრესს განიცდის და შესაბამისად, როცა ჩვენ მიმართავთ უკვე ქირურგიას, ხო?
აქ უკვე მესამე მეოთხე ხარისხის ენდომეტრიოზია ხოლმე საუბარი და პირველი მეორე ხარისხი საერთოდ მიტოვებული გვაქვს ხო ამ თემასთან დაკავშირებით და ჩვენ რომ შევძლოთ რომ ეს არ იყოს ასე მაშინ არ გვექნება ის გართულებები რაც დღეს გვაქვს. კი, აი მე მაქვს ერთი შეკითხვა, ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ნორმა სად არის? აი რა დროს უნდა განსაზღვროს პაციენტმა რომ ეს მტკივნეულობა არ არის ნორმა. გამაყუჩებელი უნდა ჭირდებოდეს ფიზიოლოგიურ მენსტრუაციულ ციკლს, ანუ ეს ნორმაა, როდესაც ქალს ჭირდება გამაყუჩებელი, იმიტომ რომ მოემზადოს ამ პროცესისთვის. რომ ვთქვით ამის თაობაზე და ძალიან კარგია რომ საუბრობთ რომ არა გამაყუჩებელი არ უნდა სჭირდებოდეს მენსტრუალური. კი, ეს არ არის ნორმალური. პირველი დღე არაუშავს, გვაქვს რა მოხდა? არა. ну ალბათ კივილი მაინც სუბიექტური აღქმა არის და შესაბამისად ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციისთვის ჩემს აზრით არ ვიცი რამდენად დამეთანხმებიან სპეციალისტები არის დროული დიაგნოსტიკა ანუ მენსტრუაციის დასაწყისშივე გინეკოლოგთან ვიზიტი რომ შეფასდეს მდგომარეობა და ამის მიხედვით შემდგომში დაიგეგმოს სისტემატიური მონიტორინგი. ბევრი უცხოელი პაციენტი ყავს სწორედაც რომლებიც არიან პრეპარატებზე, იმ პრეპარატებზე, რომელიც მათი საჭიროება და ეს არ შეიძლება 35 წლის და 40 წლის მერე დავნიშნოთ, იმიტომ რომ შეუძლებელია ამას უფრო ვარეს გამოვიწვევთ ვიდრე და ამ 21, 22, 18, 19 წლის ასაკში ფანტასტიკური მკურნალობის მეთოდები არსებობს, რომელიც დაუშვათ ტკივილის სინდრომსაც მოაშორებს, არ მისცემს საშუალებას ამ დაავადების პროგრესს და ასე შემდეგ და ვიცით რომ ახალი მეთოდები დაინერგა თქვენთან ენდომეტრიული ცისტის მკურნალობის და მოდით გაგვაცანით ეს მეთოდები. მოგესალმებით, სასიამოვნოა თქვენთან საუბარი ამ თემაზე. რა თქმა უნდა, ეს არის ახალი მიდგომა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ კლინიკაში ამის დანერგვა განაპირობა იმან, რომ მომართვიანობა იყო ხშირი და მუდმივად გვიწევდა პაციენტებთან ქირურგიული ჯარევა, ვინაიდან ჰორმონოთერაპია გავლილი არის ან განმეორებით ქირურგიული თერაპია, მკურნალობა და აქედან გამომდინარე სულ იყო იმის განცდა, რომ როგორ უნდა დაგვეზოგა საკვერცხე, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, ეს ძირითადად რა თქმა უნდა მიზანშეწონილია ფერტილობის ასაკში. და ძალიან მნიშვნელოვანია კრიტერიუმები, როგორ უნდა რომელი პაციენტი უნდა იქნას ჩართული, რომელი ხარისხის ენდომეტრიოზით, რამხელა ენდომეტრიული ცისტის ზომები და ასე შემდგომ. აქედან გამომდინარე ეს მეთოდი არის ძალიან დამზოგველი ქირურგიასთან შედარებით, თუმცა არ არის ეს სამუდამო გამოსავალი და უფრო სტანდარტად არ რჩება მხოლოდ სკლეროთერაპია, ეგრეთ წოდებული ალკოჰოლიზაცია. ამიტომ გვინდა რომ ჩვენს ქვეყანაშიც დაინერგოს, კერძოდ პირველი გაკეთდეს ჩვენს კლინიკაში, GGR-ში და ეს გავიარეთ ჩვენს კოლეგებთან, როგორც თურქ, ისე ევროპელ კოლეგებთან, ამას დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობს. ალბათ იქნება 1-2 წელი ამას საუბრობთ, იმიტომ რომ ეს მარტივი დასაგეგმი არ არის, მით უმეტეს სიახლე შემოგაქვს და სრული მზადყოფნა უნდა იყოს, კარგად უნდა იქნას ეს შესწავლილი და აი მივედით ამ კონდენციამდე, რომ უკვე ჩვენ სავარაუდოდ თვის ბოლოს ამ ყველაფერს ჩავატარებ ჩვენს κλინიკაში. აი რა არის ალკოჰოლიზაცია, რო კონკრეტულად უთხრათ ჩვენს მაყურებელს კითხვა ბევრმა დასვა. ეს გახლავთ მცირე ინვაზიური ქირურგიული ჩარევა, აღნიშნული საშუალებით საკვერცხეს რეზერვი და რესურსი სრულად შენარჩუნებულია, არ ზიანდება შრე არც ერთი გარდა იმ ნაჩვენთი ადგილის, საიდანაც სპეციალური ნემსი უნდა შევიყვანოთ. ეს ხდება ვაგინალური მიდგომით, ვაგინალური გადამწოდის, ეგრეთ წოდებული გამოვიყენებს სიტყვას დაჩიქს რომ ეძახიან, რაზეც მაგდება სპეციალური გამტარი, სადაც უნდა გაიაროს ნემსმა. გამოიყენება როგორც ადგილობრივი ანესთეზია, ისე ასევე ზოგადი ანესთეზია, ზოგად ბალანსირებული გაუთქევარებას. ესეც შეფასების საკითხია, როგორ პაციენტის მდგომარეობა რა სითხოს და აქედან გამომდინარე წდება შემდგომ როგორი ანესთეზიის უნდა ჩატარდეს. ხდება შიგთავსის დაცლა, გამოტუმვა, გამოღება, რის შემდგომაც უკვე გამორეცვა ხდება ეგრეთ წოდებული 0.9%-იანი ნატრიის ქლორის საშუალებით და შემდგომ უკვე შეკვავს ეთანოლის სპირტი. ერთი შეხედვით ჟღერს მარტივად, რომ თითქოს ვაგინალური მიდგომით კეთდება, თითქოს ნემსით, მაგრამ იმას თავისი ბევრი გართულება შეიძლება მოყვეს და ზუსტად ამან განაპირობა ის პერიოდი და ის რომ დაგვეხვეწა მაქსიმალურად და მზად ყოფილიყავით, ზუსტად დაგვჭირდა ეს დრო. და ნუ მივედით როგორც ვთქვით ამ კონდენციამდე და ჩავატარებთ უკვე ჩვენთან და შედეგებსაც ალბათ განვიხილავთ შემდგომ და მოგახსენებთ. რეალური მნიშვნელობა ამ დაუშვათ სკლეროთერაპიის არის სწორედ ის, რომ რეალურად ჩვენ ვაფასებთ სარგებელს და რისკებს. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია პაციენტისთვის ძალიან რომ რას ვაკეთებთ თავიდან. ძალიან ხშირ შემთხვევაში
ყველაფერი რუტინულად არ უნდა გადაწყდეს. აუცილებლად უნდა გაირჩეს კრიტერიუმები, რომელ შემთხვევაში ვაკეთებთ. პაციენტის პერსონალური მდგომარეობიდან გამომდინარე. პერსონალური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად თავიდან როცა დაიწყეს, კეთდებოდა ასე. ჩატარდებოდა ეს თერაპია, შემდგომ ინიშნებოდა 6 თვის განმავლობაში კონტრაცეპტივი, ანუ პრაქტიკულად უნდა მომხდარიყო სრული ამენორია, რომ დაუშვათ შესაძლებელი მე რეციდივი არ მოექნება. ჩვენ ამ შემთხვევაში იცით რისთვის გავთვალეთ? იმისთვის რომ ჩვენ მივიღოთ ნაყოფი ჩვენ მივიღოთ კვერცხუჯრედი, ჩვენ ავიღოთ თუ გჭირდება გავყინოთ ანუ რეპროდუქციული მიზნებისთვის დამზოგველი მეთოდი, რომელიც შვილოსნობის ქირურგიული ჩარევის გარდა. ანუ ეს არ არის ენდომეტრიოზის მკურნალობის ოქროს სტანდარტი, მაგრამ ეს არის დამზოგველი მეთოდი, რომელიც შვილოსნობას და მკურნალობას როგორც თერაპიულს, ასევე ქირურგიულს აღნიშნულ მკურნალობასაც გააჩნია რეციდივები ბუნებრივია. ეს არ არის ეს საკმაოდ ვერაგი დაავადება, კეთილთვისებიანი მიმდინარეობის, მაგრამ რთულად მოსავლელია. ნუ ფაქტობრივად ქრონიკული დაავადებაა. დიაგნოსტირებაც ძალიან რთულია ამ დაავადების. ესე მარტივი არ არის, რომ მარტო ულტრაბგერად ჩაუტარდა, გამოვლინდა ენდომეტროიდული ცისტა და წავედით საოპერაციოში, ან დავუნიშნოთ ხო ყველა თერაპიული საშუალება, ჰორმონოთერაპიას გულისხმობ. აქ რა თქმა უნდა ეს ძალიან რთულია შეფასება და აქედან გამომდინარე ყველა ასეთ პაციენტში გამოყენებული იქნება რა თქმა უნდა მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. აღნიშნული მეთოდოლოგია რომ შეფასდეს ხარისხი გავრცელების ბოდიშს მოითხოვდა, იმის მიხედვით უნდა ესე არ არის მხოლოდ 3 სანტიმეტრიანი ან 4 სანტიმეტრიანი ენდომეტროიდული ცისტაა და აქ ჯობია სკლეროთე არა, ესე არ არის, ამას თავისი კრიტერიუმი 3 და ზევით 6 სანტიმეტრის ჩათვლით არის მოწოდებული. კი, მაგრამ ნუ აქ ბევრი ნიუანსი ხა ეს ყველაფერი განმარტებული იქნება პაციენტთან იქნება ყველა ეტაპი და დეტალი ახსნილი და ამის შემდგომ დაიგეგმება ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი არის მსგავსი ჩარევების შემდგომ პაციენტისთვის რეაბილიტაციის პერიოდი. რამოდენიმე საათი რჩება პაციენტი, კარგად რომ შეიღვიძებს და დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა იქნება პროცედურის და ანესთეზიის შემდგომ, ბუნებრივია რომ პაციენტს შეუძლია წავიდეს სახლში. ან თუ უფრო გავრცელებულია ენდომეტროიდო, ანუ სხვადასხვა ხარისხია, ხო, 4 ხარისხი გვაქვს და რთული მისადგომია, ან ნაოპერაციებია პაციენტი რამოდენიმეჯერ ან ერთხელ და გარკვეულ გართულებებს შეიძლება ველოდებოდეთ, დაკვირვების მიზნით შეიძლება 24 საათი დააყენო კლინიკაში. თუმცა არ ნიშნავს, რომ ის საწოლს იქნება მეჯაჭვული და ასე შემდეგ. ქალბატონო ნინო, რამდენად არიან თქვენთან ესეთი პაციენტები, რომელსაც ჰქონდათ ენდომეტრიოზი, ჩაიტარეს სხვადასხვა მკურნალობა და შემდეგ დადგა შვილოსნობა. რამდენად ხშირია ესეთ შემთხვევები? ყველაზე კარგი მკურნალობაა, ესე ამბობენ რეპროდუქტოლოგები. არის ორსულობა, რომელსაც ასევე ხელს უშლის ენდომეტრიოზი, ხომ? და ერთადერთი განკურნება სწორედ ენდომეტრიოზის არის ორსულობა. და არა ლაპარასკოპია, არა სკლეროთერაპია, არც ერთი სხვა დანარჩენი. და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომართვიანობა იყოს დროული, ვინაიდან შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ პირველად ინვიტრო განაყოფიერება, მაგრამ ეს ადამიანები, ჩემი პაციენტების და ვისაც ენდომეტრიოზი ჰქონდა და ვინც მოგმართა ენდომეტრიოზით და დაორსულდა ინვიტროთი, შემიძლია გითხრათ, რომ მათი 40% მეორე შვილი განმეორებით ორსულობა, ანუ განმეორებითი ორსულობა იყო აბსოლუტურად ბუნებრივი და ჩარევის გარეშე. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასეთმა პაციენტებმა დროულად მიმართონ, თუნდაც ინვიტრო განაყოფიერება. ხანდახან დამხმარე ტექნოლოგიაა, ხო? ასევეა ინვიტრო განაყოფიერება, სულ ამბობ ხოლმე, რომ 20 წელი შეიძლება იარო, 20 წელი შეიძლება იმკურნალო და რისთვის, რომ შეიძლება მოხვიდე 14 დღე უნდა იმას, რომ შეიქმნას შენი ემბრიონი და შემდგომ თვეში ან მაქსიმალურად გენეტიკურად გამოკვლევით და ყველაფრით, ანუ 2 თვის განმავლობაში შენ შეიძლება შედეგი დაგიდგეს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და წარმატებებს და ბევრ ასეთ ტექნოლოგიურ სიახლეებს გისურვებთ. თქვენ წარმატებებს. დიდი მადლობა. თემა რომლის